დიდი მადლობა პირდაპირ ეთერის კიდევ ერთხელ დათმობისთვის, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ბრძოლა ჩემი არის მასშტაბური, იმიტომ რომ საქმე არის ძალიან დიდი გიგას მკვლელობის და შედეგები არის ნაბიჯ, მაგრამ შედეგები გვაქვს. ყველა ნაბიჯი რაც გადავდგით ერთად, ახლა უკვე ამ ახალი პროკურორების ხელში ყველა ნაბიჯი არის წარმატებული. მე უფრო მეცაც ვიტყვი რომ იმდენად მიჩქმალული იყო, ბევრი დეტალი, იმდენად ჩაფარცხული იყო, აი მაღალ დონეზე ყველაფერი, რომ მე სიმართლე გითხრათ, ამ ხელა წარმატებას არ ველოდი, მაგრამ მათი პროფესიონალიზმის მჯერა, მათი ერთგულების მჯერა, მათი შეუპირობის მჯერა და იმის მჯერა, რომ სულ რომ ყველა მართლა ზურგი მაგციოს და ხომ გავაკეთეთ რაღაც ეტაპზე და მეტი რა გინდა ეს მათ არ იქნება ისევ ამბობ იპოთეტურად ეკაკუბადაძე მაინც არ გაჩერდება და მაინც გამონახავს რაღაცა სხვა გზას ყველა მოსალოდნელი საფრთხე მე წინასწარ გათვლილი მაქვს და მაინც გამონახავს ეკაკუბადაძე სერიოზულ გზებს და აბსოლუტურად ყველა დამნაშავეს აგებინებს კანონის მთელი სიმკაცრით პასუხს. ახლა კი მინდა თქვენ ეს კითხვას უფრო კონკრეტული პასუხი გავცე. ამ ეტაპზე გიგას მკვლელობის შემთხვევის ადგილზე ვინც იყო ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე, ვინც ჯგუფურად პირდაპირ უშუალოდ მონაწილეობა მიიღო პირდაპირ მკვლელობაში. ანუ შემსრულებლები, ამსრულებლები ვინც არიან ამ საქმის, ისინი უკვე არიან ისა ოფიციალური პატიმრები აღიარებული დამნაშავეები, ამას იმიტომ ამბობ, რომ სიტყვებშიც კი მომდევნო ჯერ ბრალდებულია დამნაშავე, უნდა თქვას ესო მოსამართლეო და ყველა მიცის თელმა საქართველომ, რომ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მათ მაქსიმალური სასჯელი მიუსაჯა. ეს არა მარტო იმიტომ, რომ გიგა ავალიანის კონკრეტული აი ამ კონკრეტული მკვლელობაში დამნაშავე პირებს უნდა ეგოთ პასუხი, არამედ პასუხი ეგო ყველას და ყველასთვის ყოფილიყო ნათელი მაგალითი ეს სასჯელი, ვისთვისაც ძალადობა არის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. და რაც შეეხება დანარჩენებს, დემეტრე ჩიქოვანი იმათთან ერთადაც იყო სხვა გამოყოფილ საქმეზე ბრალდებული, იქ ის დამნაშავეცნეს, მასაც უმაღლესი სასჯელი მიესაჯა, მაგრამ გიგას მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე 4 პროცესი დარჩა, 4 პროცესში დემეტრე ჩიქოვანის და ანინა სყიდაშვილის სასჯელიც გამოცხადდება ალბათ, აქაც იმედი მაქვს მაქსიმალური სასჯელის, იმიტომ კი არა რომ მე დედა ისე გამწარებული ვაფიქსირებ ამ აზრს სუბიექტურად და ვახო ყველას თავს. არა, ესენი არიან პირსისხლიანი დამნაშავე არასრულწლოვნები და თუ ახლა დროულად არ მოვახერხეთ ჩვენ ამათი შეჩარება, მართლა ხო ყველაფრის გამოტანას ვერ მოვახერხებ მიუხედავად იმისა, რომ მე საკმაოდ აქტიური ვარ სოციალურ ქსელში, ტელევიზიებს, აი ნებისმიერ მედია საშუალებებს იმ დღესაც ერთი სასამართლო პროცესიდან სახლში მივედი და ერთი ტელევიზია მომყვა 5 წუთში, შემდეგ მეორე სასამართლო პროცესის დროს პირველში პირდაპირ პოდკასტის ჩასაწერად წავედი, მიუხედავად იმისა, რომ მე მედია საშუალებები მუდამ გვერდით მიდგანან და სადაც მიჭირს ყოველთვის არის მათი მიკროფონები, კამერები თქვენი, მაინც მიუხედავად ამისა მაინც ვერ ვახერხებთ სრულად ინფორმირებას იმისას, თუ როგორი საშიშები არიან ეს არასრულწლოვნები საქართველოს მომავლისთვის. თუ ჩვენი მომავალი უკვე ჩემი პატარა ოჯახი, ჩემი ბედნიერი პატარა ოჯახის მომავალი აღარ არსებობს. მე ვერ ვხედავ ნიკას მომავალს, ეს არაერთხელ მithქვამს, მე ვერ ვხედავ ეკაკუბადაძის მომავალს და არც გვაინტერესებს. მას შემდეგ, რაც გიგას მკვლელობაში სხვადასხვა ეტაპზე ვინც მიიღებს მონაწილეობას, რაც მათ დავსვამთ საბრალდებო სკამზე და რასაც მას შემდეგ, რაც ისინი სასჯელს მიიღებენ ოფიციალურად მოსამართლისგან გამოცხადებას. მოკლედ, მინდა კიდევ იმის თქმა, რომ კითხვა თქვენი ვრცელი იყო და ნელ-ნელა ჩავყვები, თუ რამე პატარა დეტალი დამრჩეს, უთქმელი შემახსენეთ და ვიტყვი. დიახ, მე კიდევ ბევრისთვის ველოდები საბრალდებო სკამზე დასმას და იცით რა მინდა გითხრათ, იფართოებს ეს ხალხი, აი ფართოვდება დამნაშავების წრე ყოველ დღე. ვერ ხვდებიან, ვერ იაზრებენ, რომ ეკაკუბადაძე არ გაჩერდება.
ვერ აზრებენ რომ ხო მართლა დგას სახელმწიფო ეხლა მართლა ეს ხო არ არის ეკას რაღაც მოჩვენებები რომ ეჩვენება რომ ვიღაცა მართლა მხარი დაუჭირა ვიღაცა მართლა აგერ მაქსიმალური საშიშრებით გავუშვა მე ვხედავ ამ ხალხს და მე მგონი ყველა ხვდება რომ ესეთი ბრიყვი და შტერი და უბრალოდ მინდობი უკვე აღარ ვარ და რომ არ ჯეროდეს მართლა პროკურატურის შეუვალი ბრძოლის ესეთ ამამი არ ვიქნები და ცოტად მე ეხლა მდობით 100%-იანად მართლა არავის არ ვენდობი ვამჩნევ, ვუყურებ, ვაფასებ პატმოქმედებას, მაგრამ აი გონება მოჭმული ვაკვირდებ ეს მათ მე პირად ურთიერთობის დროსაც მithქვავს მათთვის და ისეც ხმამაღლა ამას ყველგან ყოველთვის ვაჟღერებ. მაგრამ ხომ ხედავს ყველა რომ არ ვიხევთ არსად უკან და მოსამართლეები იცით რატომ არიან ასეთი კაცრები არა ასეთი როგორ ვთქვა, თუნდაც იყოს დავტოვოთ ეს სიტყვა მკაცრი, რატო არიან ესეთ შეუვალები, ვთქვათ, იმიტომ რომ ისინი ჩვენზე კარგად, საზოგადოებაზე კარგად ხედავენ, მათ საქმის მასალები წინ უდევთ და უფრო კარგად ხედავენ, ვის ასამართლებენ. იმიტომ დაუშვა ეს უპრეცედენტო შემთხვევაც ახლა და მინდა ვთქვა, ახალგაზრდა მოსამართლეები არიან, აი როგორები, უშიშრები. ამას როგორ მიაღწიეთ ეს ამ მნიშვნელოვანია. დიახ, ამის მიღწევა არ იყო მარტივი. ხო, არ იყო მარტივი და მოდით ვიტყვი მაშინ პირველივე დღიდან საუბრობდით თქვენ სხვათა შორის, მათ შორის ამ ახალგაზრდასთან დაკავშირებით, ხო, ბუნებრივია. ნაძევს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომელიც ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, ესე ვთქვათ და პირველივე დღიდან თქვენ ითხოვდით, რომ ის სასამართლოს წინაშე წამსდგარიყო. როგორ მოახერხეთ? დიახ, არის ძალიან ბევრი კითხვა, მეც მიჩნდებოდა, იცით, ძალიან ბევრი კითხვა. შინაგანი პროტესტიც მქონდა, იცით, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რომ ხმამაღლაც ამბობდი, მადლობა პროკურატურაზე, ეს გააკეთეს, შინაგანი პროტესტი მქონდა. მქონდა, იმიტომ რომ რით ვეღარ დავიჭირეთ ეს ნიაიმნაძე, აი მართლა ვამბობდი ამას და მე ვფიქრობდი, რომ მოიცა ვაცადოთ ეხლა, არ დავაზიანო აქეთ ეს საქმე, დამთავრდეს ეს პროცესები, იმიტომ რომ ქაბატონი ქეთი სონიძე, ვის სახელსაც მე ასე ყოველდღიურად ვაჟღერებ, ასე ხმამაღლა და ის ბატონი ლევან მეფხვაძე, გამთენიას მიდიოდნენ სახლში. 6 საათს მიდიოდნენ სახლში, 10 საათს უკვე მეორე დღეს სასამართლო პროცესი ეკვნენ. წინ დღეს პროცესი ჰქონდათ, მე ვიცი ეს როგორ შრომობდნენ ისინი და ხალხმა შეიძლება არც იცის ან რატო უნდა იცოდეს დაუშვა და შეიძლება ვინმე ფიქრობს რომ აი გადამეტებული ხომ არ არის ეკას მადლობა, არა, ისინი აკეთებდნენ იმაზე მეტს, ვიდრე მათი პროფესიული ვალდებულება იყო. და ამიტომ მეც შევჩერდი, მეთქი მოდი ცოტა ხან გავჩერდე და ნიაიმნაძის თემა შემდეგ წამოვაყენო ასე აქტიურად და მივხვდი მე 1 მაისს, როცა ქაბატონი ქეთი სონიძე გამოვიდა აი ამ შუამდგომლობა, როცა დააყენა მოსამართლესთან და გამოვიდა სასამართლო პროცესის სიტყვით, მე მივხვდი რომ მე კი გავჩერდი და შევჩერდი, მაგრამ თურმე პროკურატურა არ ჩერდება, თურმე ისინი არაერთგზის სხვადასხვა ღონისძიებას ატარებენ და ცდილობენ რომ ნიაიმნაძე მოიყვანოს სასამართლო პროცესზე. და მაშინ ვთქვათ, ახლა მოკლედ არ შეიძლება ამის მოკლედ თქმა, მაგრამ შეძლებს დაგვერად მოკლედ ვთქვი, მაშინ რატომ ვერ მოიყვანეს? იმიტომ ვერ მოიყვანეს, რომ საწყის ეტაპზე იმ პროკურორებმა ნებსი თუ უნებლიეთ მისცეს გონივრული ვადა. დიახ. ჯერტი მისცეს გონივრული ვადა არა, იქ საქმე ისე იყო ჩაფარცხული და განადგურებული, მე მართლა გამიკვირდა ამ ეტაპზე როგორ მოახერხეს, რომ ხელის გულზე გვიდევს უკვე ყველას დანაშაული და მაინც ამბობ იმას, რომ დაუშვათ და არ ჩაფარცხეს, დაუშვათ და ცდილობდნენ გამოძიებას, თუ არა კომპეტენცია წად სახში, ხომ? იმ პირველი ორი პროკურორის მისამართით ვამბობ ამას და არნჯერა კომპეტენცია არ აქვს, იმიტომ რომ მე არ ვსაუბრობდი რიგით პროკურორების, ეს არის რაიონის მთავარი პროკურორი ლუკა გამყრელიძე და მას თუ კომპეტენცია არ აქვს, შესაძლოა რაღაც ეტაპზე ცნობილი დაუშვათ ნეპოტიზმით მიაღწიოს, მაგრამ რაიონის მთავარი პროკურორი ვერ იქნება. შესაბამისად, მისმა ერთგულებამ საქმისადმი გამოიწვია ის, რომ დამნაშავეებს მიეცათ გონივრულზე მეტი დრო, რომ მტკიცებულებები გაექროთ. მართლაც არის ძალიან მაღალ დონეზე ნიაიმნაძის ტელეფონი გამქრალი და ახლა ვისჯერა რომ დღეს 37 წლის ქალს არ აქვს მობილური ტელეფონი. მოასწრო ესე იგი ნიაიმნაძის დედა მობილური ტელეფონის გაქრობა. სხვათა შორის ნიაიმნაძის დედის მობილური ტელეფონის გაქრობაზე შესაძლოა ახლა ამ დროს ვინმეს არარეალურად მოეჩვენოს ჩემი ყურადღების გამახვილება, მაგრამ მე იცით რას გეტყვით? ნიაიმნაძის დედის ტელეფონიდან ხვალ მიწერდა ნიაიმნაძე და ალექსანდრე გაბაშვილი ერთმანეთს. იქ ხომ მათი დიალოგი არ იქნებოდა? ხვალ მიწერდა იმ ტელეფონით ნიაიმნაძე ანინას ყიდაშვილს, დემეტრე ჩიკოვანს, გიორგი რიკაძეს, ვინმეს რამეს ან თუნდაც მის დაქალებს, რომლებიც
აუცილებლად დაიკითხებია ნიაიმნაძის სამეგობრო, როცა ნიაიმნაძეს ბრალი შეეფარდება და რატომ დამალა დედამისმა ტელეფონი კიდევ რა დიდი იმალება იმის უკან აი ამ ყველაფერ კითხვაზე პასუხებს მეუპირდები ჩემს შვილს მეუპირდები საზოგადოებას რომელიც ასე ვაშკაცურად გვერდით მიდგას და არ დაიღალა საზოგადოებამ მეუპირდები რომ ყველა კითხვაზე დავდებ პასუხს და ეხლა რასაუდებით სასამართლოს დიახ, ჯერ მას ვეთქვი, რომ რატომ ვერ მიიყვანეს ნიაიმნაძე. იმიტომ ვერ მიიყვანეს, რომ უკაცრავად გამოთქმისთვის თქვენს და ჩვენს მსმენელსაც, რომ ნიაიმნაძის ადვოკატმა ლეკიშვილმა, გიორგი ლეკიშვილმა მაპატიეთ გამოთქმისთვის ჩაიცვა ეს კანონი და მებლატავება ამ კანონით. მე არ მივცემ იმას უფლებას, აფრიალოს არაფერს მოვცემი ფურცლებით, ცნობა-ცნობისთვის. არავინ არ არის ბრიყვი ქარც, მოსამართლეები არც პროკურორი და მათ რომ ჩავეხსნათ, მან იცის იმ გიორგი ლეკიშვილმა იცის და სხვა დანარჩენებმა რომ მე აბსოლუტურად ყველაფერს სკრუპულოზურად ვსწავლობ, სულ წერტილმძიმით ვიცი, რომელ ტომში რა წერია, რომელ გვერდზე რა წერია, სად მძიმეა დასმული და სად კითხვის ნიშანია დასმული, კითხვის ნიშანებს გამოვიდა ვაი გიესა ჩიქოვანის ადვოკატი და წავუკითხე საკმარისად ლექცია მის სასვენ ნიშნებზე სასამართლო პროცესზე მაპატიეთ თავშეუკავებლობისთვის და არავინ არ იფიქროს რომ ეგონა იცით ლეკიშვილს რომ გაუვიდოდა ესე იმ კანონით ამ კანონით იმ ფურცლით იმ ცნობა-ცნობისთვის არ მიგვიღია ჩვენ ყველამ ჩაიხედა ცნობაში პროკურორმაც სამართლემაც ეკაკუბადაძემ დილით გამთენიას დადო სასამართლო პროცესის იმამდე პოპულარული ენით არასამედიცინო ენით რომ ჩემნაირმა რიგითმა რაღაც მე მათემატიკოსი ვარ რიგითმა ადამიანმა გაიგოს დიახ გარკვევით და სტრუქტურულად და ფუნქციურად გული წესრიგში იყო და არ ვახსენე იმ ფსიქოთერაპევტის სახელი და გვარი იმიტომ რომ მე ამ ცნობების ავთენტურობა უნდა დავადგინო და იმ ფსიქოთერაპევტის ხელმოწერაც არის იქ აუცილებლად ჩამოვაშორებ მის პროფესიულ საქმიანობას აუცილებლად იმიტომ რომ საციხოცნობაა გაცემული და რა ეგონა ლეკიშვილს ან პროკურორი არ წაიკითხავდა ან მოსამართლე არ წაიკითხავდა ან და რა იფიქრა იმ ბრალდებულების ადვოკატები არ წაიკითხავდნენ ეკაკუბადაძე არ წაიკითხა ყველას გაგვაცურებდა შესაძლოა გააცურო ერთი მეორე ადამიანი ყველას გააცურებდა ვერ გაგვაცურებდა მithumetes იცი რომ ექიმშვილი მიზის სახლში და ექიმი რძალი მიზის სახლში და აქედან გამომდინარე ამიტომ ვერ მოხდა ნიაიმნაძის დაკავება რომ ადვოკატმა ლეკიშვილმა ყველაფერი მოახერხა მაგრამ მე პირადად ადვოკატი ლეკიშვილის წინააღმდეგ ვმუშაობ მაგ სერიოზული მტკიცებულებები მისი დარღვევების შესახებ მე მას არაერთხელ მივმართე რომ გიგასის ჩექის მოცხებას არ ვაპატიებდი იმ ჩვენებას პირველ ჩვენებას თავი დავანებათ იმ დროს არ იყო იქ ლეკიშვილი მეორე და მესამე ჩვენების დროს ნიაიმნაძის ჩვენების დროს იყო უკვე ლეკიშვილი ის უკვე არის ადვოკატის მიცემული ჩვენება და არა ნიაიმნაძის ეს გამომძიებლებმაც თქვეს მაპატიეთ ეხლა ცოტა შორს წავედი მაგრამ უნდა ვთქვა აუცილებლად გამომძიებლებმაც თქვეს რომ ადვოკატი იძლეოდა ჩვენებას და არა ის არა სრულწლოვანი და მე ხომ სასამართლო პროცესზე ხომ ადვოკატი ვეღარაფერს ვეღარ იზამდა უკვე ამ პროკურორებთან დაკითხვის დროს რომ მieყვანათ ნიაიმნაძე ადვოკატს ხომ იქ აღარავინ აღარ ალაპარაკებდა ეს ხო უკვე ფაქტი იყო და კითხვას დაუსმევდნენ ნიაიმნაძეს არ დაარღვევდნენ მის უფლებებს არ გადააჭარბებდნენ ესენი არაფერს და მოკლედ როგორც არ უნდა დაერიგებინათ მithქვამს არა ერთგზის რომ სიმართლე არის ერთადერთი არის სწორხაზოვანი ვერ დაიკარგები დაგისვამენ კითხვას როგორც არ უნდა შემოგიბრუნონ სიმართლე ერთადერთია შენ სხვა ცნობა არა გაქვს სხვა რამეს ვერ იტყვი იტყვი იმას ისე ხო ვინავად ვინ კარგად მაგრამ სიმართლეს მაინც გადაზმეს ბევრი რამე მიდეხავ თქვა აქ მაგრამ შესაძლოა შესაბამისად ვერ ვახერხებ ხო მაგრამ სიმართლე არის ერთადერთი და იმას იტყვი ისე აღარ გავუვიდა ისეთი აბსურდული ცნობები იყო მიუხედავად იმისა რომ ანამნეზის საშინელება ქონდა ფსიქოთერაპევტს იქ არაფერი არ გავუვიდა და მოსამართლემ დიახ ახალგაზრდა მოსამართლეა ესეც აბა თუ შეაშინა ვინმე
ამ ლეკიშვილმა და მისმა აფრიალებულმა ცნობებმა დაუშვა უპრეცედენტო შემთხვევა და სხვათა შორის ბევრი უპრეცედენტო შემთხვევა არის გიგავალიანის მკვლელობის საქმეში. გიგავალიანის მკვლელობაც მაპატიეთ ასეთი ხმამაღალი სიტყვისთვის, მაგრამ უპრეცედენტოა სოფლიოს მასშტაბით. არსად მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში და მე ბევრი რამე ვიცი, მიპოვონ არსად მსოფლიო მასშტაბით არ ყოფილა შემთხვევა, რომ მასწავლებელი ჯგუფურად მოეკლა მოსწავლეებს. ყველა არასრულწლოვანია მკვლელობაში ბრალდებული და ბრალსადები. კაპიტან ეკამ. შესაბამისად, ხო, დაუშვით, მოხდა ეს უპრეცედენტო შემთხვევა და უკაცრავად და აი მე იმ ნაწილს მინდა დავუბრუნდე, რას ელოდებით თქო სასამართლოს ხდომიდან, სადაც უნდა გამოიკითხოს იმნაძე და ასევე ალბათ ძალიან ბევრს აქვს ქალბატონო ეკა ეს კითხვა, ვინც გულშემატკივრობთ თქვენ მოყვებათ აი ამ ბრძოლაში უკვე რამდენი ხანია, ხო? როდის ჩათვლით, რომ რაღაცა აი საქმე უკვე გამოძიებულია და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში არის მიცემული. იმნაძესთან დაკავშირებით გასაგებია თქვენ პირველივე დღიდან ამას, ანუ თქვენც ფიქრობთ, რომ იმნაძეც პატიმრობაში უნდა იყოს და აუცილებლად. ეს მიზანი გაქვთ ახლა, რომ ამ მიზანს მიაღწიოთ? მოდით მე ბოლოდან დავიწყებ და იმნაძეზე მე გადავალ. მიზანი ჩემი, აი თქვენთან ბოლოს ხო მიზანი მკითხეთ, მიზანი ჩემი არის ერთადერთი. ყველა დამნაშავე დაისაჯოს. აბსოლუტურად ყველამ თავისი დანაშაულის პროპორციულად უნდა აგოს პასუხი. და თქვენ რომ მკითხეთ, როდის ჩათვლით რომ დამთავრდა? აი სწორედ მაშინ, როცა აბსოლუტურად ყველა დამნაშავე თავისი წილი დანაშაულის პროპორციულად კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ეხლა პატარა ჩანართი ცოტა მძიმე გავაკეთე კანონის მთელი სიმკაცრით. ამას ვამბობ, იმიტომ რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ბიჭი მოკლეს როგორი მეთოდებით ვიცით, მაგრამ აბსოლუტურად უდანაშაულო და მე ვამბობ პირდაპირ ეთერით, რომ მე ვინმე მარიფიქროს, ჟურნალისტებმა დაჭრეს და მარტო ისე ამოიღეს, როგორც ეკას აწყობდა. პირდაპირ ეთერით ვამბობ, რომ იპოვონ, მაჩვენონ, დამისაბუთონ გიგას დანაშაული, აი ელემენტარული იოტისოდენა დანაშაული გიგას დამიმტკიცონ, მე ჩემი ცოცხალი და მკვდარი შვილი დედამიწიდან გავქრები. ვერავინ ვეღარ გაიგებ ჩვენს ხმას. აბსოლუტურად უდანაშაულო ჭკვიანია გიგა, სულელია გიგა, მკვლელია, ნარკომანია, პედოფილია, ყველაფერს თავი დავანებოთ, ყველაფერი მათი სამტკიცებელი იყოს, რაც უნდათ ის დამიდონ, რაც უნდათ ის თქვან, დაამტკიცონ გიგას იოტისოდენა დანაშაული ნებისმიერ რამეში და მე ჩემი მკვდარი და ცოცხალი შვილით გავქრები. ეკა კუპატაძის სახელი და გვერდს აქამდე სადმე დაწერის თუ წაიკითხავ, იმიტომ რომ როგორც ასეთი ფიგურა აღარ იარსებებს თავისი შვილებით და ეხლა ანუ მე რომ ვამბობ აბსოლუტურად ყველა მოვიაზრებ სამართალ დამცავს, მოვიაზრებ ექიმს, იმ ახალ გამოჩეკილ ფსიქოთერაპევტს, რომ იმას თავისთავად თვითონ აქცია ახლა დამნაშავედ, ვერ ვახსენებ, იცით თქვენ რომ მე შეუპოვარი ვარ და მე არაფერი არ მაჩერებს, მაგრამ არ მაქვს ავთენტურობა ამ სამედიცინო ცნობისა ჯერ დადგენილი და ვერ მივცემ თავისუფლებას არასწორი ვიყო და მე ვერავინ და არაფერი არ მაჩერებს. როგორც კი ავთენტურობას დავადგენ, ჯერ მაგის საჭიროებისა დრო არ მაქვს ახლა, აუცილებლად მასაც პასუხისმგებლობაში მივცემ. და რაც შეეხება ნია იმნაძისთვის მუშაობს პროკურორი, მე დარწმუნებული ვარ ამ წუთშიც ისა კაპიტანი კეცონიძე ზის და მუშაობს, ნია იმნაძისთვის მუშაობს ამ წუთში მე დარწმუნებული ვარ ადვოკატებიც, დარწმუნებული ვარ მოსამართლესაც ძალიან ბევრი კითხვა აქვს და სულ რომ მართლა ყველამ კალამი დადოს, მე იმდენ კითხვებს დავაგროვებ და იმდენ კითხვებს მივუტან პროკურორს, ვერ უპასუხებს ნია იმნაძე 2%-საც კი. როგორც არ უნდა დაარიგონ, ჩვენ გვაქვს გამოცდილება ნია იმნაძის მესამე ჩვენების, როცა უკვე მესამედ გამოკითხეს როგორც მოწმე ეს ჯერ კიდევ ძველი გამოძიების პერიოდში, თორემ ამ ახალმა პროკურორებმა როგორც გითხარით ვერ მოახერხეს მოაყვანა, იმიტომ რომ მისი უფლებები მართლაც არ უნდათ რომ დაერღვიათ და ნია იმნაძის მესამე ჩვენებაში წერია რომ არაფერი არ იცის, არაფერი არ ახსოვს. ასევე ნია იმნაძის მშობლები სასამართლო პროცესზე კი გამოვიდნენ, მაგრამ არაფერი არ იცოდნენ, არაფერი არ ახსოვდათ და ღვთისმადლობელი იყვნენ, რომ თავიანთი სახელი და გვარი ახსოვდათ. და მეტი არაფერი არ იცოდნენ, არაფერი არ ახსოვდათ. ამბობდნენ მხოლოდ ერთს. სად არის გიგავალიანის ტელეფონი, ნახეთ, იქნებს ხოლმე ავიწროებდა. პირველი, გიგავალიანს აქვს 28 წლიანი და 8 თვიანი წარსული.
ცოტა მეტი ციცოცხლა მე ის ერთი თვე როცა კომაში იყო, მაგრამ წარსული მოაზროვნის აქვს სამნეხნიანი. ერთხელ მაინც გამოვლინდებოდა გიგას რომ მსგავსი მზაკრული ფიქრები და ქმედებები ქონოდა. ვინმეს მიმართ იპოვოს ერთი ვინმე და მოიყვანონ. შემდეგ გიგავალიანის ტელეფონი მართალია ვერ გახსნეს და სასამართლოზე გამოაცხადეს რომ რაღაც სერიოზული რთული ფორმულით არის პაროლი და ვერ ხსნითო, მაგრამ ჩვენ ოჯახმა მოვიყვანეთ სახლში, ორივე პროკურორი იყო მაშინ ჩვენთან სახლში, როცა შემთხვევის ადგილს ათვალიერებდნენ, ვთხოვე, მაგრამ მაშინ არ დაათვალიერეს, კი ნახეს უბრალოდ პლანშეტი, მოვიდა მე მოსამართლის განჩინების შემდეგ გამომძიებელი და გიგას პლანშეტი აბსოლუტურად ყველაფერი დათვალიერებულია, საჭირო ინფორმაცია წაღებულია. რაც შეეხება პლანშეტში თვითონ ტელეფონის ნომრით ურთიერთობას გიგასას იმნაძესთან, ასეთი ურთიერთობა ხო ამოღებულია ანძებით და იმით ჩანაწერებით, ნომერი ვის როგორიც დაუკავშირდა, ასეთი ურთიერთობა არ ფიქსირდება არც მესიჯით, არც ზარით. ერთადერთი ურთიერთობა გიგას ჰქონდა იმ მესენჯერით, რაც მე გიგას გარდაცვალების ღამე დავაფიქსირე ისი ჩანაწერიც და განამარტო ის. პროკურატურამ გადაიღო აბსოლუტურად ჩვენ ერთმანეთის პირადად არასდროს დაგვირღვევია, მე ჩემი შვილების ტელეფონი ხელში არასდროს მჭერია, მათი ნებართვის გარეშე, არც მათ ჩემი, თუმცა ჩვენ ერთმანეთთან მე მრავალჯერ ნათქვამს კიდევ გავიმეორებ, რომ ერთმანეთთან საიდუმლო არ გქონია და აბსოლუტურად ყველაფერი მე გიგას ბოდიში მოუხადე, ჩემს გარდაცვლილ გიგას და მისი მესენჯერი აბსოლუტურად მთლიანად თავიდან ბოლომდე პროკურატურას გადაღებული აქვს და წაღებული აქვს. ასე რომ ერთ ვინმესთან მაინც დაფიქსირდებოდა გიგას ასეთი ქცევა. დაუბრუნდები ისევ ნია იმნაძეს, მან რამდენიც არ უნდა თქვას, რომ არ იცის არ ახსოვს ველოდებით. ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი რას ელოდება დაცვის მხარე და რას ელოდება ბრალდების მხარე, მაგრამ პროკურორი და ადვოკატები მე ველოდები მათგან, არ ვიცი არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად ამ არ ვიცის და არ მახსოვს რომ ვერ იტყვის, მისი შესაბამისი კითხვები მაქვს მომზადებული უამრავი. ნახევარს კი არა 2%-ს ვერ გასცემს პასუხს და ნახოთ აბა იქ. ჯერ ერთი უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი და კუპატაძეები და ავალიანები მოგვიკლავენო. რასიგიჟია ვინ მოუკლავთ? მე ყოველ შემთხვევაში არ მსმენია რომ ვინმე საქართველოში სხვა ქვეყნის სტატისტიკას მე აქ ვერ დავდებ, ვინმე საქართველოში სულმკვლელობები და სულათის საქმეები სამართლდება და სასამართლოში ვინ ვის მოუკლავს.